დღეში წამოსული ვარ 3 დღით. 72 საათი, სრული 72 საათი. უნდა დავჩე დღეში მარტო. წამოღებული მაქვს მხოლოდ პონჩო და ტენტი. თავშესაფრისთვის. სხვა ჩანთაში მიწვია მხოლოდ საკვები, 3 დღის, უბრალოდ 3 ჭამის, 3 ულუფა. ეგეთ რამეს გეგმავ, პირველ დღეს, პირველ 24 საათში მოვამზადო 2 ულუფა, მეორე 24 საათში მოვამზადო 1 ულუფა და მესამე 24 საათი საკვების გარეშე გავჩერდე საერთოდ. ასევე მაქვს ჩანთაში წყალი, მაქვს 1 ეს დანა და მეორე უფრო დიდი ისიც გასაშლელი დანა. სხვა კიდევ რა მაქვს. ჩემი სპირტკურა და სანთლის კურა კიდევ კერძის მოსამზადებლად. ჩემი ერთ-ერთი ჰობია ასეთი პატარა ნაკადულების სათავე ვიპოვო. ამას ორი დანიშნულება აქვს. ერთი რომ ამით ვერთობი და მეორე ის რომ სათავეში წყალი ყოველთვის სუფთაა და დალევა შეიძლება. საკმაოდ რთული გასავლელი გზაა. ძალიან ბევრი მოტეხილი ხია ჩაყრილი კალაპოტში. ვისაც ობობების გეშინიათ, იცოდეთ რომ ასეთ ადგილებში ობობები შეჭიმავენ ზუსტად ასეთ გასაძრომ ადგილებში, სადაც ადამიანი უნდა გაეტიოს. იმიტომ რომ ამის ქვეშ წერები დაფრინავენ და ობობისთვის სანადიროდ საუკეთესო ადგილია. ასე რომ დაიმახსოვრეთ, ობობების თუ გეშინიათ, ეგეთ ადგილებს მოერიდეთ. ამ ხეობაში უკვე წლის კალაპოტში სიარული შეუძლებელია. ნაპირზე გავუყვები და მივალე მალე. 11 საათია დაწყებული. უკვე დიდი ხანს მოვუდი სიარულს. სათავეს გაჩვენებთან შემდეგ საბანაკ კედლის მომძვნი. ამდენი სიარულის მერე მოვახციე წყლის სათავეს. ცოტა ზემოდან იღებ სათავეს. უბრალოდ იქ ბევრი ეკლებია ვერ შევდივარ. ამ წყალს მოვიმარაგებ. აკავშლი ბანაკს. სწორი ადგილი აკავებას მოვასუფთავებ და ნაკადული სათავე მეორე მხარეს არის. ცოტა მოშორების წამოვედი. დღეში საჭმის მოზადებას თუ ვაპირებთ, უმჯობესი იქნება გქონდეთ 2 დანა, ერთი პატარა, რომელთაც საჭმეს დაჭრით. და მეორე დანა, რომელთაც ასეთ რამეებს დაჭრით. მოჭრით ხეს, ან რას დაგჭირდებათ. ჩანთაში მაქვს განაწილებული შემდეგნაირად. აქეთ კარვისთვის და ბანაკისთვის საჭირო აღჭურვილობა, აქეთ საჭმელი და წყალი. აქ გადაუდებელი დახმარებისთვის და აქაც საჭმელი. ეს ღამე დამჭირდება მაინც. ეს ჩემი პონჩო. ეს დახერდუმი. ეს ჩემი ტენტი. როდესაც ბანაკს შლით, უნდა გაითვალისწინოთ რამოდენიმე რამ. ერთი გქონდეთ დაცული ზურგი, აქეთ არის ძალიან დიდი აღმართი და გაუვალი ეკლები. ასე რომ ამ ხრიდან დიდი მტაცებელი ცხოველის თავდასხმა თითქმის გამორიცხულია. მით უმეტესად ვერ გაიგო. აქ ვერ გაივლის, აქ მაქსიმუმ ძალიან პატარა კურდღელმა გაიაროს.
აი ჩემი კარავი. შიგნით ესენი დავაფინე. ის იკეტება, მე დავკეტავ საღამოზე. და ესეც ასე დაიხურება. ხო გახსნი მაგ. სიმართლე რომ თქოს ძალიან დავიხალე. ეხლა დავისვენებ. შეიძლება ცოტა დავიძინო. შემდეგ საჭმელს გავაკეთებ. ცოტა დავისვენე, მაგრამ ძალიან სიცხეა. ეს ახლა მოვიმზადე. საჭმელს მოსამზადებლად სპირტქურის დასადებად. არ იქნება კომფორტული და მარტივი სამი დღე, მაგრამ ნახოთ რა გამოვა. დავიწყოთ საჭმლის მომზადება. თავსახურს გამოვიყენებ დასაჭრელად. ეს შეფუთულია, ესეც შეფუთულია. დავიწყოთ ხახვით. ბუნებაში ნაგავს ნუდაყრით. ხახვის ფუცლები ნაგვად არ ითვლება, იმიტომ რომ ორგანულია და ეს გაიხსნება ძალიან მალე. მაგრამ ამ 3 დღის განმავლობაში ნარჩენებს მაინც არ დავყრე. ესე ჩაშხი. ჯოლდა ეს შაშხია ჩემი 3 დღის საკვები. და ფაქტიურად დანარჩენი რაც მაქვს ყველაფერს ეხლა ვამზადებ. ასე რომ ეს ერთი შაშხი 3 დღე როგორ მეყოფა. მე როგორც გითხარით, პირველ 24 საათში ვაპირებ კარგად კვებას, მეორე 24 საათში მხოლოდ ერთხელ და მესამეში საერთოდ არა. მხოლოდ ეს დავიტოვეთ. ეს იქნება ერთად 2 პორცია. ახლა შევჭამ სულად არა რა თქმა უნდა და შემდეგ საღამოს. აღამე გვია. ღამე კოსონის დამთავრებასაც არ ვაპირებ. ეს კერძი ძალიან შემიყვარდა. ჩემთვის უგემრიელესი კერძია ტყეში მოსამზადებლად. ჭამის მერე 1-3 საათი გავიდა. კარგად დავისვენე. 6 საათია უკვე დაწყებული. მოკლედ ახლა ვფიქრობდი და ეგეთი გადაწყვეტილება მივიღე. ეს ტენტი უნდა ავიღო. ასე ვისო. 72 საათი მარტო პონჩოს დახმარებით. დავშლი კარავს ახლა. ეს უფრო სერიოზული გამოწვევა იქნება ჩემთვის. უბრალოდ აქ რო ვზივარ, ხვდები რომ ძალიან მარტივია. რეალურად წყლის მოტანის გარდა არაფრის კეთება არ მიწევს. ჩემი თხოვნა იქნება თუ მსგავსი რამის გამოცდილება არ გაქვთ, ნუ გაიმეორებთ. საკმაოდ
სახიფათო და საშიშია. ასე რომ ზგავს რამეს უგაიმეორებთ, თუ გამოცდილება არ გაქვთ. ნელ-ნელა დაიწყეთ. ჯერ ერთდღიანი მეგობრებთან ერთად ნაკლებად საშიშ ადგილზე, შემდეგ უფრო გაართულეთ, უფრო უკაცრიელ ადგილზე და ასე ნელ-ნელა. როდესაც გამოცდილებას მიიღებთ, შემდეგ მიხვდებით, როდის შეგიძლიათ ზგავს რამის გაკეთება და როდის არა. ცხოველებსაც შეეხება, უიარაღოთ სამდღიან ლაშქრობაში მე არავის ურჩევდი წასვლას. ძლიერი წვიმაც დაიწყო. რადგან წვიმის დაწყებამდე გრუხუნი იყო, ვფიქრობ, ძალიან დიდხანს არ გაგრძელდება წვიმა. 10-15 წუთში გადავიდა. ისე ცოტა ხანს აქ დაველოდები და შემდეგ წყალზე წავა. როგორ მოგწონთ? ნისლიანი ტყე. მშვენივრად მოვეწყვე. ახლა ლამაზია. ლამაზი და მისტიური. საკმაოდ ძლიერად წვიმს. ამით მოვიფიქრე როგორც დავიძინებ. ვინც ჯარში ხართ ნაყოფი, გეწოდინებათ. დაიღლები და გეძინება, სადაც მიეყუდები იქვე დაგეძინება. ტყეში ვართ, აქ შესაბამისი ხის პოვნა არ გამიჭირდება, ისეთ დაჯდა და თან მიეყუდო. ვერ ჩერდები ერთ ადგილს სიარული მინდა. აი, ამის საჩვენებლად ვიარე ტყეში, ამ წვიმაში. ცოტა წვიმს კიდევ, მაგრამ მალე გადაიკარებს. ნახეთ რა ლამაზია. აქ პრობლემა შეიძლება წაძინებაც. მივეყუდები უკან და დავისვენებ. სამწუხაროდ ამ უმშვენიერეს ადგილას ვერ დავრჩები. რადგან ყველა მხარეს ხევი აქვს და ეს შემაღლებული ფერდობია. ძლიერი ქარი უბერავს. ასე რომ ღამით ასეთ ქარიან ადგილზე ვერ დავრჩები. წავედი ისევ სხვა ადგილის მოსაძებნად. დაღამდა უკვე. ღამის 3 საათია. კიდე კარგით 11 საათის შემდეგ წვიმამ გადაიყო. სამწუხაროდ კამერაში არ ჩანს, მაგრამ ლამაზი ცალსკვნობით მოჭედილი. დილამშვიდობის. ჯერ პირველი 24 საათია რომ თარებულა, 1:30 საათში დამთავრდება. 8:30-ია დილის. წუხელ ღამით შევიცვალე ისევ ლოკაცია. ვიდეოს გადაღება ვეღარ მოახერხე. სიბნელე იყო და ფაქტიურად არაფერი არ ჩანდა კამერაში. იმ ადგილიდან სულ რაღაც 50 მეტრში ვარ. შორს არ წავსვლა. უბრალოდ ის ძალიან პატარა ხე იყო და რო ეყუდებოდი ზურგი მეტკინა. ეს საკმაოდ კომფორტული ადგილი აღმოჩნდა. და გაჩვენოთ ახლა ნახეთ. პატარა გამოქვაბულივით არის ხე ოდნავ გადმოხრილი და ხის გარშემო ერთადერთი კარიბივით არის და დანარჩენად დახურულია ეკალდაკ. ასე რომ აქ დავრჩები. ძილით საშილად მეძინა. სიცივით არ შემცვენია პონჩო, რომელსაც ზოგ მომენტში ცხელოდა კიდეც. გამთენიისას დაახლოებით ასე 6-ისკენ საკმაოდ აგრილდა და მაშინ ცოტა შემცვიდა, მაგრამ ისეთი არაფერი. ცხოველებს ფაქტიურად არ შევწუხები ვარ. ძალიან შორს ისმოდა ტურების ხმა. ამ ადგილზე არ მოსულა. მოგვითხრა რამე გადასაღები არაფერი არ იყო. თან საკმაოდ მინდა დავზოგო ელემენტები. გუშინ ჩავდე მეორე ელემენტი, რაც სუდია, 3 მაქვს მხოლოდ და 2 დღე დამჩა გადასაღები. ასე რომ 1.5 ელემენტი დამჩა 2 დღისთვის. ამ დილით ახლა ჩაის გავიკეთებ. ჩაის ერთი პაკეტი მაქვს წამოღებული. და საღამოსკენ საჭმელს შევჭამ ალბათ.
ხეტიალი დღესაც ვიხატიალებ დღეში უბრალოდ ღამე ამ ადგილზე დაბრუნდები. ძალიან მომეწონა ეს ადგილი. ამ ნივთის ერთი დიდი მინუსი ის არის, რომ თავზე დასაფარებელი არა აქვს. ამიტომ მიწევს ჩემი ტაფის თავზე დასაფარებელი გამოვიყენო. ჩაიც მივირთვი, ამინდით შვენიერია, ღრუბელი თითქმის არ არის. დღის შუადღისით საკმაოდ სიცხე იქნება, შეიძლება ვიცურავ კიდეც. თუ სიცხე იყო. ასე რომ წავედი საბანაოსკენ. გზას აღარ გადავიღებ, რადგან ელემენტი და მეხსიერება დავზოგო. ამას შეხედე. ასე ხდება ძალიან ტენიან ადგილებში. თელი დასაცმელი სველი მაქვს. აქ არის ველიკის ქვილი. ფაქტობრივად ეს აღარ მუშაობს. აუ რა კარგია სიგრილე. ეს გაგრილების შემდეგ ჭამის დროც მოვიდა. დავუფინოთ ცოტა ხანს. დაფარო არ გავაფუჭო. ესე ჩემი სამდღიანი ლაშქრობის ბოლო კვება. ნაგავი აქ არ დავტოვოთ. დავისვენე გემრიელად. ეხლა ვჭამ, მერე კიდევ ვიხურავებ. და 3 საათი მექნება უკან დასაბრუნება, 3 საათში დავბრუნდები. ეხლა უფრო ნორმალური დღის წავა. დიდით მოკლეზე ვიფიქრე წამოსვლა და რაც მოკლე გამოვიდა და ეში მომიწია სიარული ეკლებში. ეხლა გასწავლით პატარა ხრიკს. ავიღოთ ტაფა. შეწყლზე. გაბაცხელოთ კარგად. და კარგად გაცხელების შემდეგ მოვავლოთ დასალევი წყალი. ასე გავიმეოროთ 2-3 და ტაფა შედარებით სუფთა იქნება. ცხიმიანი აღარ იქნება. გარეცხის არ დაემსგავსება, მაგრამ ჩანთაში შენახვა უფრო მარტივი იქნება. ესეც ასე. გრილად და შედარებით სუფთა მივდივარ აქედან. თუ ვინმე საინტერესებს ზემოდან როგორია ჩანჩქერი. ჩემი ეს ბატარეა ჭდება უკვე. თავზე გასამაკეთებელი, რომელიც ახლა მონათებს ის ჯერ კიდევ გაძლებს. ხვალღამეს არ ვიცი ამდენად გაუძლებს, მაგრამ ერთი მაქვს ათადარიგო გადაუდებელ შემთხვევისთვის, რომელიც მაქვს ხოლმე. ერთი რამე მინდა გითხრათ, თუ ვინმე მსგავს რამეს აპირებთ. მაისური წაიღეთ 2. კიდევ კარგი ამ მაისურმა გაშრობა მოასწრო. თორე ამაღამ სველი მაისურით მომიწევდა აქ ჯდომა. და ეგ გარანტირებული გაცილება იქნებოდა. ძალიან დავიღალე დღეს. ასე მგონია გავითიშები, ისე მეძინებ. და დავიძინებ კიდეც ცოტა ხანში. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე ახლოს ვარ მოსახლეობასთან, რატომღაც ამ ადგილზე ცხოველები არ შეიმჩნევია წუხენ. დღეს თუ მოვიდნენ, მაგასაც გადავიღებ. ძირთადად ტურები იქნებიან, მაგათ ხმებს გადავიღებ თუ მოვიდნენ. ეს პონჩო გავიმზადე ყოველ შემთხვევისთვის თუ გაწვიმდა ახლოს მომქონდეს. ჩანთა შეფუთულია და აი ამ ეკლების უკან კიდია მაღალზე. მეორე ელემენტით ჯდება, ხვალის ელემენტს უნდა გავაძლებინო. დღეს საბანაოდ რომ ყოფილიყავი და იქ არ დამესვენა. ხვაიდე დღეს არ ვიცი როგორ გავქაჩავდი. ეხლა ცოტა ისევე მხნედ ვარ.
მაგრამ ასეთ რამეებს მხოლოდ შემთხვევაში გადავიღებ თუ დაინტერესდება ხალხი ასეთი ექსტრემალური, ასე ვთქვათ, ექსტრემალური თვითგადარჩენის ვიდეოებით. ალბათ ნამდვილი ექსტრემის იქნებოდა ტენტი რომ მეგულებოდა ჩანთაში და ის ჩანთაც არ ქონდეს საერთოდ. მარტო პონჩო, დანა, იმაზე უკეთესი რაც მაქვს. მეტი არაფერი. ეგეთ ვიდეოსაც გადავიღებ. შემდეგში მინდა 2 დღიანი, 3 დღიანი, რამდენიც მომიხერხდება იმდენ დღიანი ხეტიალის ვიდეო გადავიღო. ოღონდ მანქანით. მანქანა იყოს ძირთადი ბანაკი, ჩემი პატარა მანქანა, ეს არც მანქანა სახლია და არც დიდი ჯიპი. ამიტომ სადამდეც მივა, გზა, იქ ჩამოვალ, ნახავ, გავისეინებ ტყეში, ნახავ ლამაზ ხედებს და შემდეგ მანქანას გამოვიყენებ ღამე ბანაკად. შეგინ ბევრი რამე მექნება, ეს იქნება კომფორტული ხეტიალი. ეგეც ერთ-ერთი ჩემი სურვილია და დღემდე არ ამიხდენი. მეც დაგიბუნდით. წოხელ ხეზე მიყუდებულო ვეღარ დავიძინე და გვია ღამით საწოლი გავიკეთე. თუმცა საშინლად მეძინა, მარტო განთენისას ჩამეძინა. ასეთ თუ ვინო გეტყვით რომ ასეთ პირობებში ლაშქრობა მარტივია, ან მაგრად იტყუება, ან არის სასწაულად გამძლე ამტანი პიროვნებაა და არ აწუხებს არაფერი. დაახლოებით 1 საათში 48 საათით ამოიწურება რაც დღეში ვარ. და სასტიკად ცუდად ვარ. ყველაფერი მტკივა. ხრები, წელის კუნთები, ფეხებზე აღარაფერს ვამს, გუშინდელი სიარულის მერე ფეხები საშინლად მტკივა. ეს გუშინდელი შედეგი ხელებზე. მესამე ღამე ალბათ ბევრად უარესი იქნება. შიმშილის შეგრძნება ცოტათი მაქვს, მაგრამ შიმშილთან მე პრობლემა არ მაქვს. სახლის ჩვეულებრივ პირობებშიც 2 თვეში ერთხელ ან 3 თვეში ერთხელ ეგრეთ წოდებულ დეტოქს ვიკეთებ ხოლმე 48 საათიანს და 72 საათიანს, ხან როგორ. ჭამის გარეშე გაძლება არ არის პრობლემა. და რამდენის გქონიათ ეგეთ შემთხვევა 24 საათი არ გიჭირა 24 საათი გაძლება კიდე ბევრად მარტივია. საღამოს რომ დაწოლი ხართ, დილით სამსახურში წასულ ხართ და სახლში მოსვლამდე ფაქტიურად არაფერი გიჭამია და ფაქტიურად 24 საათიანი არის ეგეც. 48 საათიანიც არ არის რთული, უბრალოდ პირველი 24 საათის ბოლოს მე ყოველ შემთხვევაში მეწყება თავის ტკივილი. სისუსტე შეგრძნება. მაგრამ გამოძინების მერე ბევრად უკვე თვართ ხოლმე და 72 საათში თითქმის აღარ შევდება. გძნობ რომ საჭმელი დავჭამა, მაგრამ შიმშილი შეგრძნება საერთოდ მიქრება ხოლმე. და დღეს ალბათ ბევრ სარიბოდიალებ დასვენებაში გავატარებ. ას გულისხმობ როცა ამბობ ეკლიანი ტყე რთული სასიარულოა თქო. ამას შეხედე. აქ შემოსასვლელად ეს არის გზა. ან ძალიან შორიდან უნდა მოვუარო, ან აქ გავძვრე. ჩაცოცხულმა. და ასე მიწევდა გუშინ ბევრ ადგილზე გავლა. ეს ის პრობლემაა, რომ შესაბამის აღჭურვილობა არ მაქვს. აქ მაჩეტე ან ნაჯახი და გზა გაჩნდებოდა. შეიძლება ბევრ მარიცოეთ, მაგრამ გეტყვით რომ მე ვიდეოებს ვიღებ DJI Action 5 Pro-ს კამერით. რა მინდა გითხრათ ამ კამერას. ერთ-ერთი საუკეთესოა. 3 ელემენტმა გამიზო 72 საათი თითქმის უპრობლემოდ. რაც შეეხება ამას DJI-ის მიკროფონს, ეს პატარა ჩემთვის არის ნამდვილი სასწაული. 72 საათი კამერის 3 ელემენტზე ბევრად მაგრად გაძლო. ერთი ელემენტი აქვს და ჯერ 40%-იც არ არის. 50%-ია. და დარწმუნებული ვარ, უპრობლემოდ გაძლევს შემდეგი 24 საათი. ახლა უკვე 10 საათია დაწყებული. ცოტა წამეძინა. გზაში ცოტა მაყვალით შევჭამე. და ახლა მივდივარ დაახლოებით კილომეტრ ნახევარში. ცოტა ლამაზი გადასახედია. და მინდა ის კადრის გაჩვენოთ.
დღეს ფაქტიურად იმ ხედის ანახავთო წავედი, იმის გარდა არცად წავსულ ვარ. ცოტა ხანს ტელეფონზე ვითამაშე. ჩამოვიდა 20%-ზე. მთელი დღე ჩემ ბანაკში ვიჯექი. შუა დღეზე კარგადაც გამოვიძინე. წუხანდელი ძილის ნაკლებობა საკმაოდ დავინაზღაურე. სიგრილე იყო თან და მე სიამონა გემრიელად გამოვიძინე. ხვალ დილით როგორც გავიღვიძებ, რო გათენდება. აღარ ვეცდები წაძინებას პირდაპირ წავალ სახლისაკენ. ალბათ დაახლოებით 6 საათისკენ დავიძურები. 8 საათზე ჩავწერ ზუსტად ერთ ვიდეოს და იგი იქნება ჩემი 72 საათიანი დღეში ყოფნა. სიმართლე გითხრათ არ მომწონს და აღარ მინდა ამის გამეორება. არაა ეს სასიამოვნო და კომფორტული ასეთ პირობებში. ასეთ პირობებში ან ამაზე უარასი აღარაფერს არ უნდა გაჩერდეს ადამიანი თუ სხვა გამოსავალი აქვს. საკმაოდ რთულია. არა კომფორტული და უსიამოვნო. შეიძლება ზოგრამ ეს ხონერად შევხედე ჩემ თავს სალაშქრო აღჭურვილობებს და ბუნებასაც თვითონ, მაგრამ კომფორტული და სასიამოვნო არ იყო. ეს არის თოკი, პატარა თოკი, რომელიც მოვიდო ჩანთაში. და დავახვიე ხეზე. თოკის არჩევა შევცე სამწუხაროდ, ცეცხლი თულად ეკიდება, თან ძალიან ცოტა პარაფინი მივეცი. ეხლა გავჟღინთე სპირტით და ნახოთ თუ გამოდგება ჩირაღდნით. როგორც ხვდები, დიდხანს არ გაძლებს. ალბათ 1.5 საათი. გარეთ ამის დაწვას არ დაველოდები. ხვალ გეტყვით, რამდენ ხანს გაძლებს. შუქიც მექნება, 9 საათზე მეთხანს თუ გაზავთ, მაგასაც გეტყვით. და შემდეგზე ხშირად გამოვიყენებ მაშინ ასეთ რამეს. ოღონდ უკეთეს თოქს შევარჩევ. თუ რამე მოხდება ღამით, გაგაგებინებთ. იმედია გაგაგებინებთ. თუ არ და დილით დაგიბრუნდებით ჩვეულებრივად. ჩემმა ჩირაღდანმა 5 წუთი გაცლა, მეტი არა. ახლა დავიწყებ შაბარგებას და წავალ პირდაპირ სახლისკენ. გზაში დრო დამჭირდება. 8 საათიც გახდა. მესამე დღეც მოიწურა. სახლთან საკმაოდ ახლოს ვარ უკვე. აი ჯერ ტყეში ვარ. ერთ 25 წუთში ალბათ სახლშიც ვიქნები. შეიძლება არც მაგდენი. მოგეთ ახლოს ვარ სახლთან უკვე. უბრალოდ ამ ადგილზე გავჩერდი. რადგან ეს არის ჩემი ბავშვობის ადგილი. ამ ადგილზე ბავშვობაში მქონდა გაკეთებული მაგიდა და სკამები. ალბათ 10 წლის ან 11 წლის ვიქნებოდით მაშინ. აქ იყო, ახაც არის ნარჩენები. საკმაოდ მოზრდილი მაგიდა და სკამები მქონდა. ვიდეოს ბოლოს შევაჯამებ ამ 72 საათს. ეს არ იყო ლაშქრობა. ამას ლაშქრობას ვერ დავარქვევ. ლაშქრობაში უნდა გაითვალისწინოთ ბევრი რამე, წაიღოთ შესაბამისი აღჭურვილობა, შესაბამისი ტანსაცმელი, შესაბამისი ფეხსაცმელი უნდა გეცვათ, რომ მოერგოთ გარემო პირობებს. ფეხსაცმელსაც შეეხება ასეთი ბოტები, თუ ალინკები რაც ქვია, ეს შორმანძე სასიარულად არ გამოდგება არანაირად, ფეხებს არ გამტვრევთ. ამის დიდი პლუსი არის ის, რომ მაღალ ბალახში და წყალში ისე გავილთ, ფეხი არ გაგისველდებათ, მაგრამ დანარჩენად არაკომფორტულია ყველანაირად. ჯობდა სამხედრო ფეხსაცმელი ჩამეცვა. დიდ წყალში ვერ გავივლიდი, დასველდებოდა, მაგრამ არა უშავს გაშრებოდა ისევე. სამაგიერო ჩორმანდელზე ბევრად უფრო კომფორტულად ვივლიდი. ტანსაცმელიც ეს მაისური სრულიად არა პრაქტიკულია ტყისთვის, ჩვეულებრივი მაისურია. შარვალი არა უშავს. სამხედრო სტილისაა, DJB-იანი სქელი და გამოდგა. ჩემთვის ეს ვიდეო იყო საკუთარ თავთან ჩელენჯი და გამოცდილების მიღება. თვითგადარჩენის დროს ბევრად სხვანაირად მოიქცეოდი, ნამდვილად რომ დაკარგული ვიყო ტყეში და ველოდებოდე მაშველებს.
თუ მაშინ არ დაველოდო, მაშინ სხვანაირად მოიქცეოდი, სხვანაირად დავახსევდი თავს დღეს. და 3 დღე მაგისთვის არ დამჭირდებოდა. ასე რომ ეს იყო ჩელენჯი და გამოცდილების მიღება. ამ 3 დღეში ერთი რამ შემოჩნიე. 24 საათის მერე, როდესაც უკვე საკმაოდ დაღლილი ვიყავი, აღარ მაწუხებდა მწერები. ან პატარა მწერები. არ მეშინია უბების, მორიელებს ეგეთი რამეების. როდესაც ხეზე დაგაჯდებათ, აგაბობდებათ, მაინც მოიშორებს ხო ადამიანი. ისეთ პატარა მწერებზე აღარაფერს ვამბობ, რომელიც მიწაზე დადიან, არც იქბინებიან. უბრალოდ არ არის სასიამოვნო, სადაც წევხარ იქ რო დადიან. როდესაც 24 საათის მერე როცა დაღლილი ხარ და სრულიად არაკომფორტული პირობებში ხარ, ეგეთი რამეები აღარ გაინტერესებს. არც რომ მეშინოდეს დარწმუნებული ვარ, აი ბევრად ნაკლებად შემაშინებდა და შეიძლება აღარ შევეშინები ეგეთ მწერებს საერთოდ. როდესაც აღარ გაქვს იმის თავი რომ გავს რამეს ყურადღება მიაქციო, შიშიც ქრება. იმის შიში არ გაქრება, დაწებელი ცხოველის შიში ღამით განსაკუთრებით არავითარ შემთხვევაში არ გაქრება და ეგ არავინ თქვას რომ აი არ მეშინია მე დაწებელი ცხოველების რა უნდა დამაკონ. ამ 72 საათის განმავლობაში ღამით ყოველთვის მეშინოდა დაწებელი ცხოველის და მაგიტო ვერ ვიძინებდი ბევრად მარტივად. ტყეში ცოტა ისეთი ტოტის ხმაზე, გაფაჩვენებაზე მეღვიძებოდა და ბევრს გაეღვიძება, ვინც მარტოა და საკმაოდ საშიშ გარემოშია. ღამით ნებისმიერი ტყე, რომელიც საკმაოდ დაშორებულია მოსახლეობისგან, საშიშია. ასე რომ ისიც არავინ თქვას, რომ ცხოველების არ მეშინია დაწებელი ცხოველის მგელის, აქ რა უნდა მგელს, რამდენი ფაქტი ყოფილა მგელის სოფლებში ჩასულა. დაწებელი ცხოველის შიში ნამდვილად არ გამქრობია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამის შემდეგ ნებისმიერ ლაშქრობაში უბრალოდ მწერები საერთ აღარ შემაწუხებს. აი არანაირად აღარ შემაწუხებს. გამოცდილება რომ ახსენეს, ამას გულისხმობს სწორედ, რომ აი ასეთი გამოცდილება მივიღე, რაღაც ახალი ვისწავლე, უბრალოდ ახალი აღმოვაჩინე ჩემ თავში. სხვაზე არ ვიცი როგორ იმოქმედებს, ასეთ პირობებში თუ იქნება, მაგრამ ჩემზე ასე იმოქმედა. გამოცდილება ის რომ აწი ვიცი რა უნდა წავიღო და რა უნდა გავითვალისწინო, როდესაც წავალ 3 დღიან ლაშქრობაში ან მეტში. ოღონდ ლაშქრობაში და არა ასეთ ეგრეთ წოდებულ ჩელენჯში. ამის შემდეგ დარწმუნებული ვიქნები საკუთარ თავში, რომ ტყეში ნამდვილ დაგეგმილ და მომზადებულ ლაშქრობაში უპრობლემოდ გავზრდები პირიქით. ეს საკმაოდ კომფორტულადაც ვიქნები. ისიც მივხვდი, რომ 3 დღიან ტყეში ლაშქრობას თუნდაც კარგად მომზადებულს და დაგეგმილს მარტო იარაღის გარეშე ვერ გაურისკავ. და არც არავის არ ურჩევ იგეთ ლაშქრობაში წავიდეს იარაღის გარეშე. და ამ 3 დღემ ისიც მაჩვენა, რომ უაზრო რისკზე არ უნდა წავიდე ტყეში თავდაჯერებულობის მიუხედავად. აი მაგალითად ჩემთვის უაზრო რისკი და უაზრო გადადგმული ნაბიჯი იყო გუშინ, როდესაც წავედი მოკლეზე ტყე-ტყე. ამ ვიდეოს რომ დავასრულებ დღეს, დავისვენებ და ხვალ ველო ხეტიალს მოვიწყობ. მეორადი, ყველაზე იაფიანი ველოსიპედით გავილი რამოდენიმე კილომეტრს. რას გადავიღებ, მაგას გაჩვენებთ. იმედია, კარგი გამოვა. ახლა მოვიკიდებ ჩემ ზურგჩანთას და დარჩენილ მანძილსაც გავილი სახლამდე. შემდეგ ვიდეომდე.